მან ყველა მიატოვა და თავი მარტოობისთვის გასწირა. ის მომავალზე აღარ ფიქრობს. მარტო ხელამგელი წარსულიდან ადამიანი, რომელსაც მეხსიერება უბრუნდება და თავისი ცხოვრების ისტორიებს იხსენებს, უასობ ხაგაძე კლავ-შოუს სცენაზე! ესე კარგია აბა ნელელა წავიდა. ერთად, 2, 3, 4. კიდე წავიდა. აი ესე კარგია. სირფასო მეგობრებო, მე მოგიყვებით რაც სინამდვილეში გადამხდენია თავს, ამ ნამდვილ ისტორიებს. 90-იანი წლები მოგიხსენება ყველას ხო, არეულობა, არ ჩუქი, არ წყალი, არაფერი. ნუ უკეთესად რო აგიხსნათ 90-იანი წლები რა პერიოდია იცი? აი მარგარინი რო კარაქი გონია ხო გახსოვს? აი პერიოდია ზუსტად რა და სკოლაში დავდივარ ახლა როგორც ყველა დადის სკოლაში და ჩაალავერია მე 10 კლასელი ბიჭო დავდივარ სკოლაში კლასელი მყავდა ნიკო იყო მოჭიდავე ძიუდოისტი აი დიდი ძარღვები რო ხო იცი აქ აი სულ ვარჯიშობდა 24 საათი ვარჯიშობდა და სულ ჭამდა აი ვარჯიშის მერე ჭამდა უაზროდ ჭამდა რა და შესაბამისად დედამისი სულპურის სიხში იდგა რა ძმა ყავდა რადიკალურად განსხვავებული ამ ნიკოს რა უქნა რა არაფერს არ აკეთებდა დღე და ღამე ეზოში ეგდო ძმა კაცი ეგეთი ტიპი იყო რა მარტო უყვარდა ხოლმე რაღაცებს ხარშავდა ბალახს მოხარშავდა რაღაც გზეში გააზავებდა რაღაცებს გუშონებს გადაასხავდა გადმოასხავდა და მე მთელი უბანი ჩაარტყავდა ეს მოხარშული თევზის თვალებით მე ყველა იყურებოდა ესე რა და ერთ სიტყვით ეს მოხარშეს რაღაცა დაარტყეს ამის საძმა გაცონდა ბიჭო რა უქნა ეხლა თუ რა ვქნა და ნუ ნიკოს ვარჯიშს მე უყვარდა ძისდალევა რა ძალიან მაგრა უყვარდა ძისდალევა და ჯერ დურს მიიღო და მე ძესვავდა ხოლმე რა ერთ სიტყვით ამ თავის ძმამ და თავის მეგობრებმა ერთ სიტყვით თუ მეგობარი ქვია ამას ჩაუსხეს ეს ნახარში ამ რძის კილაში რა და შეუდგეს მაცივარში თან რა დროს ნიკო მიდის ცირა უყვარდა რა ნიკოს რა და ნიკო მიდის ცირასთან ოჯახს უნდა გაეცნოს რა რომ სასიზო მოჭიდავე სპორტსმენი არ ეწევა არსოს აი ესე ადამიანი ნიკო მივიდა სახლში მოიხსნა სპორტული ჩანდა დააგდო დის და ქვედა მეზობელი მიხვდა რომ ნიკო სახლში მივიდა რა იმიტომ რომ გირები ეწყო ნიკოს ჩანთაში რა შევიდა ხა ნიკო აბაზანაში აბაზანა რა ეხლა მაშინ სად იყო ეს ჯაკუზი რა რაღაცები ხოგას როგორი აბაზანები ხისკანები რო იყო ხოლმე ხო ესეთი გასაწევი რო ქონდა ისიც რომ მომძვრალი ქონდა და ეს რომ გეტრიალებია ხობდა აი პერიოდია რა ვანა ტუალეტი ერთად არის ხო მაგრამ კომუნისტები ნიჭიერი ხალხი იყო რა იქ ადგილი მაინც ქონდა დატოვებული რა კარების ძირში ანუ ქაღალდი თუ გაგითავდებოდა პრობლემა არ იყო რა ვიღაცა შეგოგიდნენ ერთი კონდა და ყადა ეგრე უკინცოდა რა ქაღალდი არ იყო და ერთი შევიდა ჩვენი ნიკო ჯიგარი ჯაკუზი არა ისა კიდე დიდია ემალის ქვაბები რო იყო გახსოვს ესეთი მწვანე დიდი ემალის ქვაბები რო იყო გახსოვს ამოტეხილი რო ქონდა ხოლმე ხო ის ქვაბოთ ამოტეხილი ქონდა ჩემ ბავშვობაში ხოლმე ესე წყლის დროს ავსე იყო ვიყურებოდი რაღაც ფიგურას ვამსგავსებდი ხოლმე რა ამ ამოტეხილებს რა ამ ესე ემალის ქვაბს ქონდა ზოლი ესეთი თუ გახსოვს აღნა გადაგევსო რა თორე მე ნიკოს დედაც რო მოქონდა ექცეოდა რა ნიკოსთვის მოქონდა ხოლმე დედამის ეწყალი და შევიდა ნიკო გაიხადა ეს სიტყვის ამოსაღები მაშინ კროშკას ეძახდნენ რა ესეთი პლასმასი რო იყო ტაფას რო გავდა ხო გახსოვს ესე ამოიღებ ხო ამოიღო ნიკო დაისხა მაგრამ რა იცი მალე უნდა დაგესხა თორე წყლის სიმძიმეს ვერ უძლევდა ტანი ტყბებოდა ხოლმე ხო რომ გაცეცხლდება პლასმასი რო თეთრდება კაცო დაიძახება ხო და აი მომენტია ზოგიერთი ისო ჩავკრებოდა რა მწარე იყო არა ჭრედში რა მაგარი მწარე იყო და დაისხა ნიკომ ეს კიდე ამოიღო დაისხა ისხავს ეხა რა ბანავს ნიკო ერთთან ბავშვია და ბოლოს დაიბანა ის ხელი რომელსაც ისხავდა რა მაშინ ესე იყო რა ახალგაზრდა ფარიც ხო და ერთი სიტყვით ნიკო მემალის ქვაბიდან ისხავს სამწუხაროდ წყალი დარჩა რა შიგნით ცოტა რა ეხა ენანება რა დედამის სამოტანილი არის და აი ხო ეს დიდი ქვაბი გადაიბლა ცოტა ხანი ხოლმე თავზე გაიჩერა და აი ხო გაგიკეთებია არა ცირა ახსოვს რა ეხა ჩქარობს გამიგე ჩქარობს და ცირასთან მივიდეს რა და იბანაო ერთ სიტყვით გამოვიდა გამოაღო ეს მაცივრის კარები მოკიდა რძეს ხელი თავის მის მოხარშული რძე იყო და
და თავზე ხო გახსოვს ფოლგის ქაღალდები რო ქონა ხოლმე გახსოვთ? შენ რაღაცებს რო ახალავით ხოლმე ბავშვობაში რა და ეს ჩაარტყა ფოლგამ ესეც რაღაცა დაარტყა. დაარტყა როგორ? ნახევარლიტრიანი იყოს არ დაგავიწყოს. ნიკოს იყო ეს რა. ეს გააკეთა ნიკო წვეთი არ წამოსულია. წვეთი არ წამოსულია დაარტყა ეს. მინდა გითხრათ რომ ამ ერთ რაღაცას მთელი უბანი სვავდა და ნიკო მარტო დალია. დალია მაგრამ ეხლა იცვამს რა ტრანსაცებს ხარჩხარა იცვამს მაგრამ ატყობს რომ რაღაც ეწელება რაღაცები რაღაც მოკიდე ხო გაიბლარება ხდება რომ რაღაც ვერ არის რა საქმე კარგად მაგრამ ნუ მაინც ეჩქარები ხა ცირე ელოდება მამამის სახში ელოდება რომ სიძე მოდის და რაღაცა ეს იწვე ჩაიცვა და გავარდა ეგრევე თავქუთ მოგერჯილი რა კარებზე დააკაკუნა ცირას კარებზე ცირამ გააღო კარებზე რას ხედავს ნიკო არის როგორი თვალებს ეგ გუგა ხო იცით შიგნით როა შავი ის არის გარეთ გადმოსული ხტები ანუ თეთრი რაც არის ისიც შავია უკვე რა აი ესე იყურება და თან რა არის დგას სპორტულებში ადიდასის სპორტულებში რასიც ვარჯიშობდა რა ეს ორთქლი რო ვაზდიოდა ხო აი მაგ სპორტულებში დგას და ფეხს იაცვია დედამიში შლოპანსები დედამიში შლოპანსები ხო ის შლოპანსები რა იყო ნასკში რო ვერ იცვად ესეთი ჩიტი ვარ შედია ხო გახსოვს ფეხი შევძელდა ჩაგეცვა რა შევიდა ხა ნიკოლოზი და გაჩაღდა სუფრა ნიკოლოზი მოვიდა ნიკოს გაუმარიოს სიმამრი ბატონი ჯუმბერი უბრახუნებს ამ ყანწებს და ნიკოლოზს მიაწოდეთ ნიკოლოზი არ ესმის არაფერი დევს სირამს რა დადო იქ დევს იყურება და სადღაც სხვაგან არის რა ასტრალი კი არა იმის იქით არის გასული უკვე რა ეს მოქმედებს და მოდის ეს და ისე ხა ნიკო და ნიკო აბა დაგვილია ეს ყანწი ანუ რა იგულისხმ ამაში ნიკო მე სპორტსმენი ვარ საქართველოს ჩემპიონატის ვემზადები და ვერ დავდე აი ეს იყო აი ეს ნუ თუ არ სვავ მაშინ კაცო მიირთვი რამე ნიკო მიირთვიო შენებლობაზე ვინმე დაგინახავთ შენებლობა საბნე რომელი შენებლობა ესეთი ტრაქტორები რო ხო ესე რო შევა აი ეს კაროჩე აი ეს შეხება ჩამოა ხო ნიკო თან თვალებს არ უყურებს რა ჭამს რა შეყვება ჭამს ჩაიცალა რა ანუ ხელი სადაც წუდებოდა და ეს არის მოპარსული რა თელი სუფრა ხო ხტები ჭამს და ჭამს აუ თან მოდის რა მოდის ეხა ეს რაღაც რო დალია რა ხო და ესეთი სიტუაცია არის და მცირე არის ძალიან უხარხო მდგომარეობაში ხა სიძე მოვიდა რაღაცა და გაგუდული ესე თეთრი თვალებით იყო და ჭამს უაზროდ რა და ნუ სიტუაცია რო განმოხტოს ნიკო ხომ არ გვეცეკვა ნიკო ხომ არ გვეცეკვა მე წავალ ხა მაგნიტოფონს მოვიდა და გაიქცა ცინა მოვიდა და მაგნიტოფონი როგორი Весна 323 яй. ეს მაგიტაფონი ფერება არ გახსოვთ, ლექსო გახსოვს. აი, ესეთი ბრტყელი იყო რა, ესეთი ბრტყელი იყო და კასეტის ამოსაღები ამოდიოდა ძალიან მაგრა. რო დავაწვდე. აი. გახსოვთ. აი ესეთი. აი, ბავშვობაში მეშინოდა, მამაჩემს ამეთი რა, კასეტა გამომიცვალე რა და თვითონ აი მეშინოდა ის ამ კაი TDK-ს კასეტა გააძრო ცირამ და 90 წუთიანი ჩადო ის Buonasera signorina Buonasera ciao და ნუ ცეკვება გამოიცეკვა ეხა ეს ნიკო რა აყენა და ნიკო ასტრალს იქით არის როგორც აღნიშნე ეცეკვება რა ამ ცირას და ეს ცირა ცოტა კოჭლი იყო რა მართლა კაი გოგო იყო მაგრამ არის კიდევაც კაცო მაგრამ კოჭლი იყო ეხა და ამ ცეკვაში რო ეცეკვება ნიკოს ცოტა ზედმეტად იხრება რა ხვდები ეხა ცალიფეხი რომ მოკლეა შესაბამისად ზედმეტად იხრები რა და ნიკო უკვე სად არის იცი უკვე არის სადღაც ჩემპიონატზე არის ნიკო სადღაც გონია თავი რაღაც და ეს რო ესე ცეკვავს ამას გონია ეტყვა რაღაცა ილეთს მიკეთებს რა რაღაც ილეთს მიკეთებს და შენიცი ერლამო აკედა ერთი ვადა და ხლაშა ნეგრული და ეს რა ხო დააღდო და ზემოდან დაახტა რა ეს და ესე დიდი თვალებით იყურება რა ხან მამამის შეხედა იყურება ანუ თქვენ ახლა გონიათ რომ ხვდება რომ დედა ეს რა მომივიდა ესა ჩავიდინი არა სასტვენის ხმას ელოდება რა
სასწველი სხვა სეროდე, მაგრამ სასწველი არ არის, ხა, ვიბრა დაუსვი, სასწველი არ არის, ხო? და ეთყობაო, სუფთაზე ვერ დავაგდეო, იფიქრა და ეს მოკლე ფეხი რომელიც ჰქონდა, სირას. დაიწყე და ბალევოიზე წავიდა გადაჭიმა ბოლო. რაც შეეღო ბალევოის უკვე ქაჩავს და ამ დროს წივილი ისე მე რო ვიყავ ხო სკეჩებში მამამისი აი ესეთი ხმა არის ცირაყვირის მამამიშველო მამამისი მე რა უნდა ქიშველო შვილო იატაკს დაარტყი სამჯერ ხე თორე მოკლამდე და